1000 წელზე მეტხანს ელოდა მნახველს, რომელიც აღმოაჩენდა, წაიკითხავდა და მისი არსებობის შესახებ ქვეყანას ამცნობდა. რას წარმოიდგენდნენ ჩვენი დროის ახალგაზრდა მკვლევრები, რომ ივლისის 1 მწვანოარე დღეს სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე სოფელ აგანაში ნახევრად ჩამოშლილ ტაძარში საინტერესო სიურპრიზი დახვდებოდათ. ქვის ნატეხი ასომთავრული წარწერით და გაუშიფრავი ისტორიით. წარწერებს ზოგადად დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიული პროცესების აღწერის დროს. ჩემი აზრით ის არის პირველხარისხოვანი საისტორიო წყარო, რადგანაც თანამედროვის მიერ არის შექმნილი, ანუ კონკრეტულ ეპოქაში, კონკრეტული ისტორიული პირის ოსტატის მიერ არის შესრულებული. რაც შეეხება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანაში აღმოჩენილ წარწერას, ის აღმოაჩინა ისტორიკოსთა ჯგუფმა, მე პირადად აქედან ანა იმედაშვილს ვიცნობ და მის მიერ გამოქვეყნებული სოციალურ სივრცეში განთავსებული სურათიდან ვიცი ამ წარწერის შესახებ, თუმცა მე პირადად მუშაობდი ჯავახეთის წარწერებზე, აქ მაქვს ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი, რომლის ერთ-ერთი ავტორი მე გახლავართ. ჩვენი ექსპედიცია მოვიდა აგანაში, რათა დაგვიფიქსირებინა მე-19 საუკუნის ეკლესია, რომელიც აშენდა აქ გადმოსახლებული სომხური თემისთვის. შემამჩნიეთ წარწერის პირველი სტრიქონი. მისი ნაწილი დაფარული იყო ეს მარტივი გაჯით, რომელიც გაჟღენთილი იყო უკვე წვიმის წყლით და მარტივად ჩამოვიდა ეს შელესილობა და აღმოჩნდა ეს უზარმაზარი 5 სტრიქონიანი წარწერა. რა თქმა უნდა, ძალიან გავიხარეთ, როგორც კი თუნდაც ერთი გრაფემა რო დაინახო უკვე, ძალიან სასიხარულოა, მაგრამ მე როგორც კი პალეოგრაფმა ამოიკითხა ბაგრატ კურაპალატი, იყო, რა ვიცი, ძალიან ემოციური. ეპიგრაფიკული ძეგლებით მდიდარ ჯავახეთში აღმოჩენილი წარწერა მნიშვნელოვანი და უნიკალურია იმითაც, რომ მაშინ ახსენები მეფე ბაგრატი დიდი ალბათობით გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ მესამეა. უკვე მოხდა ამ წარწერის შინაარსის გარკვევა, სადაც იხსენიება იწყება, ასე ვთქვათ, მოსახსენებელით, პირველი ჯვარი არის გამოსახული და შემდგომში უკვე პირველივე სტრიქონში იხსენიება სავარაუდოდ ადგილობრივი ფეოდალი უნდა ყოფილიყო ვინმე ბაბრი ესეთ სახელწოდებით და ბაგრატ კურაპალატი. ეს რაღაც მოვლენასთან უნდა იყოს დაკავშირებული, იმიტომ რომ შუაში არის ტექსტის შუა ნაწილში იხსენიება ეს ქრონიკონი 984, ანუ წარწერის შესრულების თარიღი არ უნდა იყოს. მასე ცოტა ადრეული პერიოდია, როგორც არის შესაძლოა იმ ტაძრის, რომელსაც ეს თქვა ეკუთვნოდა, მშენებლობის დაწყების თარიღი ყოფილიყო, ან რაიმე მოვლენასთან დაკავშირებული თარიღი. ყველაზე მნიშვნელოვანიც გახლავთ, რომ აქ არის ბაგრატ მესამე კურაპალატი მოხსენიებული, რომელიც აფხაზთა მეფის ტიტულით სარგებლობდა, ზუსტად ამ პერიოდში, 984 წლისათვის 70-იანი წლების მერე, სწორედ აფხაზთა მეფის ტიტულის მატარებელი იყო ბაგრატი, როგორც ვიცით. ზოგადად წარწერის მნიშვნელობას კიდევ ზრდის ისაც, რომ ზოგადად დათარიღებული წარწერები საკმაოდ იშვიათი გაქვს, მით უმეტეს ამხელა ფიგურის და ამხელა მეფის ხსენები და გარდა ამისა, თუნდაც ორნამენტის დათარიღებისათვის, რომელსაც ახლავს ერთიან ქვაში გამოკვეთილი ორნამენტი. თვითონ ეს ორნამენტიც უკვე გარკვეულწილად გვაძლევს ინფორმაციას, რომ ესე იგი ამ პერიოდის ორნამენტია და მსგავსი ორნამენტს თუ სადმე ვნახავთ უკვე, მოხდება უკვე იდენტიფიცირება თუნდაც პერიოდთან მიმართებაში და ასე შემდეგ. ამ წარწერას ალბათ ისტორიული თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ბაგრატ მესამე გაერთიანებული საქართველოს მეფეს უფრო მეტი ყურადღება დასავლეთ საქართველოზე ქონდა გამახვილებული, თუმცა ის სამხრეთ საქართველოდან არის და ჯავახეთში მისი წარწერის აღმოჩენა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქვე დავაზუსტებდი, რომ მაგალითად მაჭატია არის სოფელი ჯავახეთში, სადაც ასევე დასახელებულია წარწერაში ბაგრატ მესამე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჯავახეთს მყარად ფლობს ბაგრატ მესამე და ის გაერთიანებული საქართველოს შემადგენლობაში შემოდის. მკვლევართა ჯგუფი ამ დრომდე წარწერის გაშიფრვაზე მუშაობს. საბოლოო სურათის მისაღებად ჯერ კიდევ ბევრი ეტაპია გასავლელი. წარწერა საკმაოდ დაზიანებულ მდგომარეობაშია შემორჩენილი, თუმცა მოხერხდა გარკვეული შუქჭდილების საშუალებით მეტნაკლებით, ასე ვთქვათ, ტექსტის ამოკითხვა. მისი სრული გაშიფრვა გარკვეულ დროს და ძალისხმევას მოითხოვს, რომელსაც რაღაცა პერიოდი ჭირდება. შესაბამისად, ჯერჯერობით ბოლომდე ეს ტექსტი არ გვაქვს გაშიფრული და გარდა ამისა, ტექსტი არის ნაკლული სამწუხაროდ, მისი უკიდურესი ახლა აქ როგორც არის ჩასმული სამხრეთ ნაწილას, ნაწილში უნდა ყოფილიყო კიდევ ერთი ფრაგმენტი, აქ ცენტრი ჩანს წარწერის, 53 სანტიმეტრი აკრია, თვითონ წარწერა, რაც ეხლა ვხედავთ 2.21-ია და 53 სანტიმეტრიანი მონაკვეთი აკლია, სადაც წარწერა ასევე გრძელდებოდა. შესაბამისად, სრული ტექსტის საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, ეს მოითხოვს გარკვეულ დროს, რომ მოხდეს მისი სრული გაშიფრვა.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეპიგრაფიკული ძეგლების უმრავლესობა, რომლებიც შესრულებულია აფხაზთა მეფეთა დაკვეთით, ან რომლებშიც ისინი არიან მოხსენიებულნი, აფხაზეთის გარდა საქართველოს სხვა ისტორიულ რეგიონებშიც გვხვდება. გაერთიანებული საქართველოს მეფეები აფხაზეთის წარწერებში, წერილობით კულტურაში საკმაოდ არიან წარმოდგენილი და საინტერესო არის ის ფაქტი, რომ ესე იგი დასავლეთ საქართველო და კონკრეტულად აფხაზეთი საქართველოს ისეთივე განუყოფელი ნაწილია კულტურული ისტორიული თვალსაზრისით. აი წერილობითი კულტურის თვალსაზრისითაც თუ გადავავლეთ თვალს, ერთიანია საქართველო. ასომთავრული წარწერები, მხედრული წარწერები, ნუსხახუცური წარწერები ხდება როგორც აფხაზეთში, ხდება ჯავახეთში. ხდება ქვემო ქართლში, ხდება კახეთში, ხდება მაგალითად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში და ასე შემდგომ. წარწერა, რომელიც 10 საუკუნეზე მეტხანს ელოდა მნახველს, ერთიანი ქართული სადამწერლობო კულტურისა და ერთიანი კულტურულ-ისტორიული სივრცის ნაწილია. საქართველოში, სადაც ისტორიული ღირებულება ყველა ქვაში, ყველა კედელში ჩანს, გაერთიანებული საქართველოს მეფეების ხსენება კიდევ ერთხელ ადასტურებს აფხაზეთისა და სხვა დანარჩენი კუთხეების განუყოფლობას.